ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან იქნება იოსებ მაგრახიძე. ბატონ იოსები გორელი კაცია. იგი მშენებელია, იყო გორის საგზაო სამმართველოს უფროსი. ქართული ოცნების მაჟორიტარის იოსებ მაგრახიძისა და მისი მეუღლის კომპანიებმა არჩევნების შემდეგ 35 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს. გორი გამოუცხადებს ნდობას მაჟორიტარად წარდგენამდე ერთი კვირით ადრე კი იოსებ მაგრახიძეს პროკურატურა თაღლითობაში, კერძოდ კი სატენდერო დოკუმენტების გაყალბებით 80,000 ლარის დაუფლებაშია დანაშაულებდა. არჩევნებამდე მაგრახიძეს ამნისტია შეეხო და მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. როდესაც გათავისუფლდით სახელმწიფოს შევხადეთ ის 80,000 ლარი, რასაც გადავებოდათ? რამდენი? 80,000 ლარი იყო. გადაუხადე, კი. ანუ თქვენ ფაქტობრივად აღიარეთ დანაშაულებას. არ მიღიარებია და სამ. მაშინ რატო გადაუხადეთ? იმიტომ გადაუხადე, რომ საჭირო იყო რომ გადამეხადო. იოსებ მაგრახიძე წლების განმავლობაში სამშენებლო კომპანია იბოლიას მეწილე და ხელმძღვანელი იყო. შპს იბოლია 20 წელზე მეტია გზების სამშენებლო ბიზნესშია. მაგრახიძე იბოლიაში 40%-ს ფლობს. 30%-ის მფლობელები არიან მისი შვილები, ოფელია და მარიანა მაგრახიძეები. იოსებ მაგრახიძის მაჟორიტარად არჩევიდან ერთ თვეში იბოლიამ 27,500,000 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით იბოლიამ 3 წლის განმავლობაში მე-11 ზონაში შემავალი საავტომობილო გზის შეკეთება და მოვლა უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული ზონა ქვეყანაში ყველაზე დიდია და იგი ნატახტარიდან დაწყებული ბორჯომისა და იმერეთის ნაწილსაც კი მოიცავს. თქვენმა კომპანია იბოლიამ მოიგო 30 მილიონი ლარის ტენდერი. არა, 27. თქვენი 30-ზე ერთი ტენდერია მხოლოდ 27 მილიონის. ხო, მოვლა შენახვა 3 წლიანი იყო. დიახ, კიდევ ორი ტენდერი მოიგო. ჯამშორი 30 მილიონის. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს უკავშირდება თქვენ დეპუტატად არჩევას. როგორ გეკადრებათ? ესე იგი მე აღარ მუშაობ იქადა. დიახ, მაგრამ თქვენ წილი გაქვთ კომპანია იბოლიაში. თქვენ უნდა იკითხო, რომ ერთადერთი უძლიერესი ფირმა არის ჩვენი ფირმა. ხარისხითაც და ყველანაირად. всё. გზების მოვლა შეკეთების ასეთი მსხვილი ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2016 წელს პირველად გამოაცხადა. მანამდე ეს ზონა რამდენიმე ნაწილად იყოფოდა. მათზე 1 წლიანი და 2-3 მილიონიანი ტენდერები ცხადდებოდა. გასულ წლებში 2011 წლიდან მაგრახიძის კომპანია ამ ზონის ერთი ნაწილის მოვლა შენახვის სამუშაოებს ასრულებდა. იმ ტენდერებშიც ყოველთვის უკონკურენტოდ იმარჯვებდა. ამ შესყიდვების გამსხვილებას უნდა გქონდეს ობიექტური საფუძველი. თუ ეს გამსხვილება ემსახურებოდა იმას, რომ მორგებოდა კონკრეტულ ჩინოვნიკს და მასთან დაკავშირებულ კომპანიას, მაშინ რა თქმა უნდა, აქ ცალსახად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, სერიოზული გამოწვევა. პრობლემა არის ისიც, რომ შეიძლება კანონმდებლობის დონეზე რაღაცა არ იყოს დარღვევა პირდაპირ, მაგრამ არაპირდაპირ ეს ხელს უწყობდეს ამ კომპანიას. ის რომ თავისთავად კონკრეტული კომპანიები, რომლის მეწილეები ან მმართველები დაახლოებული პირები შეიძლება იყვნენ ხელისუფლებასთან ან თუნდაც მონაწილეობდნენ რაღაც ფორმით კომპანიის მართვაში არაპირდაპირ თუნდაც და ამავე დროს საკანონმდებლო ან სხვა რომელიმე ორგანოში იყვნენ ისინი ასევე წარმოდგენილები ეს რა თქმა უნდა ზრდის იმის ალბათობას ასეთ შემთხვევაში ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველო რა თქმა უნდა რომ მათი გავლენა გამოვიყენონ ამ პროცესში მთლიანად რეაბილიტაციას ვაკეთებთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზონების გამსხვილება და სამწლიანი ტენდერების გამოცხადება დასავლური სტანდარტის გათვალისწინებით დანერგეს. დამსხვილება იყო პირველ რიგში განპირობებული იმით, რომ კომპანიებს რაც შეიძლება უფრო რაციონალური ფასი შეეთავაზებინათ შემდგომ შემსყიდველისათვის. თუმცა ამ მოლოდინის საპირისპიროდ კომპანიებს შორის ფასზე ვაჭრობა არ გამართულა. მით უმეტეს, რომ ტენდერში მონაწილეთათვის გზების დეპარტამენტმა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც გაზარდა. კომპანიას ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯამში მინიმუმ 18 მილიონამდე ლარის სამუშაოები უნდა ჰქონოდა შესრულებული. ამ მოთხოვნამ კონკურენცია კიდევ უფრო შეზღუდა. ტენდერში მხოლოდ დეპუტატის კომპანია მონაწილეობდა და შესაბამისად კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. თანხების დაზოგვა თუ მოხდა, ანუ უფრო ნაკლებ თანხას თუ ხარჯავს? ჩვენი მიზანი არ არის ნაკლები თანხის დახარჯვა. ჩვენი მიზანი არის უკეთესად გაკეთება. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. იბოლია არის ერთ-ერთი ის კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველგვარი პრობლემების გარეშე მუშაობს, შენიშვნები თუ გვაქვს უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება. საჯარო ფინანსების ხარჯვის დროს სახელმწიფო შესყიდვებში ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის ამ თანხების რაციონალური ხარჯვა. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ ჩემი საქმეა, ვთქვათ, ხარისხზე აქცენტირება და არა, ვთქვათ, თანხაზე ეს არასწორი მიდგომა, ამისთვის ჩვენ გვაქვს ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვების საშუალება და სწორედ ორეტაპიანი შესყიდვაშიც კი არის კონკურენცია, იქაც კი არის ფასზე საუბარი, ოღონდ იქ ასევე შემოდის სხვა მახასიათებლები, რომელიც სპეციფიკურად შეიძლება დადგენილი იყოს ამ კონკრეტული შესყიდვისას.
იბოლიას 2011 წლიდან დღემდე 34 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური ღირებულება 75 მილიონ ლარზე მეტია. 34-დან 20 ტენდერში მას კონკურენტი არ ყავდა. იოსებ მაკრახიძის კომპანია გზების დაგების და მოვლაშენახვის ტენდერებში წინა ხელისუფლების დროსაც იმარჯვებდა. ის ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებელიც იყო. მაკრახიძემ 2012 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას 125,000 ლარი შესწირა. მაჟორიტარი ვიქნები ამ და აუცილებლი მოეხმარები. ხოლო მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარად წარდგენის შემდეგ იოსებ მაკრახიძემ ქართულ ოცნებას 50,000 ლარი გადაურიცხა. წინა ხელისუფლების დროს ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდით 100,000 ლარზე მეტი შესწირეთ. რატომ? მაშინ იმ მთავრობა იყო და იმათაც ვაფინანსებდი და კიდევ ვინც იქნება იმათაც დავაფინანსებდი. ჩემი კერძო ფული ვისაც მივიდა იმას ჩაურიცხავ. თქვენ ამნისტიით გათავისუფლდით. კი, მე გამთავისუფლდი. ამბობენ რომ იყო შეთანხმება თქვენს და ხელისუფლების შორის თქვენ ქართულ ოცნებას ამის შემდეგ 50,000 ლარი გადაურიცხეთ. არ მქონდა უფლება ჩემი ფული ვისაც მე დაგადაურიცხო. სახელმწიფო შეკვეთებს დეპუტატის კომპანია ტენდერის გარეშეც იღებს. 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფოს იბოლიასთან 5 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვით აქვს გაფორმებული. მათ შორისაა იმერეთში, სოფელ სავანეში ბეტონის საფარიანი გზა. სამუშაო შესრულებისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტმა იბოლიას 2 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა. ასევე ტენდერის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება თბილისის მერიამ 2014 წელს. სამთავრობო აეროპორტთან მისასვლელი მოედნისა და აეროპორტის ტრასის რეაბილიტაცია 800,000 ლარი დაჯდა. გზების დაგებისა და მოვლაშეკეთების სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და იმარჯვებს კომპანია შარაც, რომელშიც 33%-ს დეპუტატის მეუღლე ციცინო კალანდაძე ფლობს. 2011 წლიდან დღემდე შარას 15 მილიონ ლარზე მეტის ღირებულებების ხელშეკრულება აქვს სახელმწიფოსთან გაფორმებული. მათ შორის 4 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები ციცინო კალანდაძის კომპანიამ მეუღლის პარლამენტში არჩევის შემდეგ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ზოგ ტენდერებში დეპუტატისა და მისი მეუღლის კომპანიები ერთმანეთის კონკურენტებიც არიან, სადაც ხან დეპუტატის, ხან კი მისი მეუღლის კომპანია იმარჯვებს. ერთ-ერთი ტენდერი, რომელშიც მხოლოდ შპს იბოლია და შარა მონაწილეობდნენ, 2015 წელს გორში შედგა. გორის მუნიციპალიტეტმა 1,5 მილიონ ლარი ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყო. ტენდერი 3 რაუნდიანი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილე კომპანიებს შორის ვაჭრობა უნდა გამართულიყო. თუმცა დეპუტატისა და მისი მეუღლის კომპანიებმა ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიეს და თავდაპირველად დაფიქსირებული ფასები მომდევნო რაუნდებში აღარ შეცვალეს. საბოლოოდ ციცინო კალანდაძის კომპანიამ მეუღლის კომპანია დაამარცხა და 1,200,000 ლარით ტენდერში გაიმარჯვა. არის ალბათობა, რომ თქვენი კომპანიები იყოს მოლაპარაკებული ფასზე. არ არის თქვენთვის პრობლემა, როდესაც თქვენ და თქვენი მეუღლის კომპანიები ერთ ტენდერში მონაწილეობთ? ის ფირმაში არის უბრალოდ. მე გიპასუხეთ ყველა. რომ მონაწილეობს ეს. ნუ ეხლა ნომაწუხებ რა. დეპუტატის ძმა ალექსანდრე მაკრახიძე ასევე სამშენებლო კომპანიის არქფშენ სტუდია 2002-ის მფლობელია. 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფოს არქფშენ სტუდია 2002-თან მილიონამდე ლარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. როგორც ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, ზოგჯერ დეპუტატის მეუღლისა და ძმის კომპანიები ერთმანეთის კონკურენტებიც არიან ტენდერებში. სტუდია მონიტორმა ასეთი 4 ტენდერი მოიწია. ოჯახის წევრების და ახლანცავების კომპანიების მონაწილეობა ერთ და იგივე შესყიდვაში, რა თქმა უნდა, ზრდის იმის ალბათობას, რომ მათ იცოდნენ ერთმანეთსგან, თქვა, დამოუკიდებლად და განსხვავებით სხვა მესამე მონაწილისგან, რომელიც აბსოლუტურად ცალკე მიდის ამ შესყიდვაში, მათ იცოდნენ ერთმანეთის შეთავაზებები რა შეიძლება იყოს პოტენციური. მათ შეიძლება შეთანხმდნენ მინიმალურზე და მაქსიმალურ შეთავაზებებზე და ამ თანხებში იმოძრავონ ისე, რომ ძალიან ელემენტარულად შეიძლება ტელეფონზე დაურეკოს ამ დროს და უთხრას რაღაცა, რომ აი ეხლა ეს განსხვავება უნდა მივიღოთ ჩვენ თუნდაც. საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წევრი იოსებ მაკრახიძე შემოსავალს მხოლოდ სახელმწიფო ტენდერებიდან არ იღებს. 2017 წლის აპრილამდე ის სახელმწიფოს შეღავათიანი აგროკრედიტითაც სარგებლობდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აგროკრედიტის პროგრამა დარგის განვითარებისთვის შეიქმნა. ბენეფიციარი კრედიტს ბანკისგან იღებს. კრედიტის 11%-ს კი ყოველთვიურად სახელმწიფო უხდის. გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც უკვე აღნიშნე, აბსოლუტურად ბანკზე არის მინდობილი. ჩვენი სააგენტო პროცენტის თანადაფინანსებაში ერთვება მას შემდგომ, რაც ბანკი და ბენეფიციარი ერთმანეთში შეთანხმდებიან. იოსებ მაკრახიძემ 2013 წელს აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში $104,000 მიიღო.
ამ კრედიტით სოფელ მეხვრეკისში 100 ტონა ხილის ტევადობის სამაცივრე საწყობი უნდა გაეკეთებინა. ლემწუთში არ მუშაობს, იმიტომ რომ როგორც საწყობის დირექტორმა გითხრა, თანხა ძირითადად ბაღების გაშენებისათვის დახარჯეს. საწყობი კი თავის დროზე უხარისხოდ გაარემონტეს, რის გამოც არ ფუნქციონირებს. და როგორ მუშაობს ეს საწყობი? აქ მოსახლეობა აბარებს ხილს, თანხას უხდით, თქვენ თუ როგორ არის? როგორც შეხვდება არია რომ სულები შემოაქვს, სულები შემოდის, მე ვინახავთ. უცხოეთიდან რას ნიშნავს? ანუ იმპორტირებულ საქონელს? კი, შემოვიდა, შაშარი იყო, პოლონის შაშალი იყო შემოსული, უკრაინის შაშალი. და სანამ საქართველოს ბაზარზე გავიდო და აქ ინახავდნენ, აქ ვინახავდით, მე აქედან მოდიოდნენ ვაჭრები და მიხდოდა და ყიდდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. გაარემონტეთ, აქ იყო თქვა დაგებული ცემენტი, უბრალოდ გაფუჭდა? ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ არ ივარგა რა. ხალხო ცემენტი იყო რა. სარგებლობენ თქვენ სოფელ მეხვრეკისელები ამ სასაწაულებებით? ნუ აი შაშანი სარგებლობს, მაგრამ მოსავალი როცა არ არის, მაგრამ როგორი სარგებლობს? ეხლა წელს დაისეთქვა, სეთქვა იყო სოფელში. პამიდორის მოსავალი იქნება და შეიძლება რომ ისარგებლო. ხალხმა გადაიხადონ რომ მან შეინახონ თქვა თავისი მოწეული მოსავალი? ხო, რა თქმა უნდა, ელექტროენერგია არის, მომსახურე პერსონალია და დიდი თანხებთან არის დაკავშირებული. ეს არის ხილის საწყობი, რომელიც იოსებ მაკრახიძემ აგროკრედიტით შეიძინა. როგორც აღმოჩნდა, საწყობი აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ საწყობში ხილი არასოდეს შეუნახავთ. უკაცრავად. გამარჯობა, შეიძლება რაღაც გკითხოთ. იქით რომ საწყობი არის ხილის. იქა როდის ღებულობენ მე? არიღებენ ხილს? არიღებენ. რატო? ანუ არც უშავია? თავრობის არის ეგა. ამ სოფლის მოსახლეობა არ სარგებლობს ამ საწყობით. რატო? თქვენ სოფელში რა ხილის საწყობია? მაგით თუ სარგებლობს მოსახლეობა, თქვენ თუ სარგებლობთ? რატო? ანუ ან თუ აბარებთ, ან თუ აწყობთ. რომელი ხილის საწყობი? აი ხილის საწყობი რო არის, მაციმალურად. არა, ბაგრახიძეა. ზედა ზღვრები სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთჯერადად ამოწმებენ გააკეთა თუ არა ბენეფიციარმა ის, რისთვისაც სესხი მოითხოვა. ეხლა ადგილობრივ ფერმერებს თუ არ უსარგებლიათ ამ საწყობით, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანუ ამ საწყობს დანიშნულება არ ქონიათ. სესხის თანხა თუ იყო მიზნობრივად დახარჯული და ეს თუ არის დადასტურებული, ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებას.